გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ სენსაცია მოხდა, აღარ დიდი სენსაცია მოხდა. ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამდენი ხანი იყო დაკავებული და იყო მოუცლელი, უცებ კეთილი ინება და დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს, არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 1 თვის პროტესტის შემდეგ, როდესაც ის ხალხი კანცელარიასთან ათენებდა, აღამებდა, აქციას მართავდა და ხმის მიწვდენას ცდილობდა, როგორც იქნა ბატონმა ირაკლიმ და საერთოდ ქოცების ჯანდაცვის მინისტრმა გამონახეს დრო და მოახერხეს, ესე იგი, იმდენი თურმე, რომ შეხვედროდნენ ამ ხალხს, რომლის შვილებსაც თურმე არასდროს არაფერი არ უნდა ეშველოთ, აზრი არ აქვს თურმე მკურნალობას, ექსპერიმენტალური წამლები თურმე მთელი კამპანია რო ქონდათ ატეხილი. და გამოვიდა ეს ჯანდაცვის მინისტრი და 4 ტიპის წამალი არსებულა თურმე. ყოფილა წამალი? ყოფილა წამალი, აი ვეკითხები. თელ აი ამ ბიოლაბორატორიის ნაგავს, თელ ქოცობას, რომლებიც აქაც შემოვარდებოდნენ, კომენტარებს წერდნენ, იქ თუ სადმე იყო, წივილ-კივილი რო ქონდათ ატეხილი, კიდევ ვერ ახერხებდნენ, ბიჭო, მორალური სახის შენარჩუნება უნდათ, თორე ამათი აყაროლებული სახე ის ბებერი დამპალი რო იძახო და აინშტაინები ხო არ არიან რომ გადარჩენ. ყოფილა წამალი? ესე იგი ყოფილა, ხო? თანაც არა ერთი. 4 ტიპის წამალი ყოფილა, ხო? და თურმე შესაძლებელი ყოფილა ამ ბავშვებისთვის წამალი გეყიდათ. აი ბიჭო, ყველანაირად უთავმოყვარეო, ყველანაირად უზანეო, ყველანაირად ამორალური. ამაცებს კარგი ვინ უნდა თქვას? ამათი მხარდამჭერი, ამათი მომხრე ნორმალური როგორ უნდა იყოს, რომელიც ამას ხედავს ყველა ბიჭო, ასეთი დებილი და მე არ მჯერა, რომ დღეს ადამიანი ისეთი დებილია, ამ ყველაფერს ვერ ხედავს. რასაც ესენი ყოველდღიურად იტყუებიან, რასაც ესენი ყოველდღიურად თვალში ნაცარს აყრიან ხალხს, გუშინ ამობენ წამალი არ არსებობს, დღეს თურმე წამალი არსებობს, გუშინ თურმე ის იყო ცუდი, დღეს თურმე 100-ია კარგი, გუშინ გრძალავდნენ ნაცმოძრაობას, დღეს თურმე ნაცმოძრაობა შეუძლია. აი ელემენტარული ახლა გეკითხებით ყველა ქოცს. და ადექით ახლა ეს და სიძულვილის ენაში ჩაწერეთ. წადით და მიჩივლეთ. არა მაქვს პრობლემა, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ნაღდად მძულ ხართ, ნაღდად მეზიზღებით, მოღალატეები ხართ საქართველოსი, სიყვარულის ენას რატომ თხოვს მე? კონსტიტუციონალური მოძრაობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა და დღევანდელი საქართველოს რეჟიმი მე ვერ ხვდები, მე რატო უნდა მიყვარდეს რელიგიურათა აკრძალული ღმერთო დამიფარე თავრობის მოყვარეობიდან და მე ჯერით რატო უნდა მიყვარდეს ხელისუფლება, ამას ვერ ხვდები, მაგრამ რატომ მძულ ხართ და რატომ მეზიზღებით? რატომ მძულ ხართ და რატომ მეზიზღებით, ამას გიხსნით. იმიტომ რომ მატყუარები ხართ და იმიტომ რომ არც ბავშვის სიცოცხლე გადარდებთ ამ ქვეყანაში, არც დიდის სიცოცხლე გადარდებთ ამ ქვეყანაში. გადარდებთ მხოლოდ თქვენი სკამი, გადარდებთ მხოლოდ თქვენი თანამდებობა და თქვენზე ტაშის დამკვრელები, რომლებიც თქვენგან კლონირებულს ყველაფერს ლაპარაკობენ და ხო წამალი არა, ახლა წამალი არის. აი თქვენი დედას შევეცის უყველასაც რა. გამოვა მე ახლა ვიღაცა და მეტყვის რომ ესო 1,200,000 მერთო დაიფარე საქართველო, 1,200,000 იყოს ამნაირი ადამიანი. სადღაც 10-15% შეიძლება იყოს საქართველოში. ნაღდად შეიძლება იყოს რა, ვინც აი თუ მილიონია, მილიონივეს დედა შევეცი თქვენსას. წავდით ახლა და მიჩივლეთ. მედით. თურმე ყოფილა წამალი ამ საცოდავი ბავშვებისთვის? თურმე შესაძლებელი ყოფილა? ჯერ ბიჭო ადამიანური აიღეთ. 1 თვის მანძილზე. არ შეგეძლოთ ამ გაუბედურებული ადამიანებისთვის 15-20 წუთი მოგენახათ
და 15-20 წუთის მონახვა რა გაგიხდათ იმნაირი ავადმყოფ ბავშვებთან ერთად გამწარებული დედები, მამები, ბებიები იკრიბებოდნენ იქ და 15 წუთით ვერ შეხვდით ადამიანს. ვერ შეხვდით რა, არ გაინტერესებდათ. იფიქრეთ ახლა ხო ესენი წავლიან ახლა წამოვლიან იყიყინებენ დაიშლებიან მისთვის და დამთავრდა რა. აფენდნენ დრონებს ახლა და დათვლიდნენ ცოტა თავი იყურება იქ და ჩვენ პრობლემა ამისი არ გვიქნება. მაგრამ იმდენად ამორალური საკითხი იყო, როგორც ამათ მოიქცნენ, ხო? უბრალოდ ამან შეაწუხათ. ძალიან შეაწუხათ. რამ შეაწუხათ, იცით, ჩემო კარგებო? დოუშენის სინდრომის კიდე დიდი ხანი არ შეხვდებოდნენ. დარწმუნებულები იყავით. კიდე დიდი ხანი არ შეხვდებოდნენ. ბიზნეს მიმართეს ღია წერილით და ბიზნესთან დაიწყებოდა ბიზნეს სახთან გაჭირვებული ბავშვების, მშობლების და მათი მომხრეების აქციები. ბიზნეს სახთან. რომ შვილებს სჭირდება მკურნალობა. და როგორც კი ბიზნე იქნა ნახსენები და როგორც კი ბიზნეს მიმართებაში შეიძლება რაღაცა პრობლემები შექმნილიყო, ის არავის არ აინტერესებდა საპატრიარქოსთან, არავის არ აინტერესებდა იმასთან, რა ქვია, კანცელარიასთან, პარლამენტთან, ეს მსვლელობები, არავის არაფერი არ აინტერესებდა, აი ბიზნე როგორც იქნა ნახსენები და მეორე დღესვე გუშინ მიმართეს წერილით. და დღეს ბატონი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და შეხვდა დოუშენით დაავადებული მშობლების შვილებს და ესაუბრა წამალზე და ახლა მთელი კოცობა ათრევს ამ იმას მთელ სოციალურ ქსელში, აი შეხვდა, აი თურმე მკურნალობენ, ის დავიწყდათ. ამდენი ამორალობა, ამდენი უსინდისობა, რაც იძახეს, რაც ილაპარაკეს, ბავშვებს რო წამალი ამადლეს, მოკვდებით უძახენ, მკურნალობას აზრი, ეს დავიწყდათ. ეს არ აინტერესებდათ უკვე, ეს დღეს უკვე არ აინტერესებდათ. დღეს უკვე ბატონი ირაკლი და აი ეს არის საქართველო. საქართველოში თუ პრობლემა შეექმნება ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელსაც დიდი ქველმოქმედის სახელი რო აქვს და იმაში რა ქვია, ბრაზილიაში რო ანაკონდას და იმას დაძდებს, რა ქვია, ლეოპარდს და იმას. არ ვიცი ახლა, ხვლიკს და გველს და იმას რაღაცა უბედურებას და იმისთვის რო რიცხავს ბერაკო მილიონებს და აქ ცხრწინ ბავშვები რო უწამლოთ არიან და ამათვის რო წამალი არის საჭირო, ამათზე არ აინტერესებთ ეს არავის არ ადარდებს. ეს ვერ დაინახა ვერც ბერამ, ვერც ცოტნემ, ვერც ბიზნემ და ვერც დანარჩენმა სხვა ქველმოქმედმა კეთილშობილმა ხალხმა ვერ დაინახეს ეს ყველაფერი და ახლა აღმოჩნდა საფრთხე იმის, რომ მის სახთან რო შეიკრიბებოდნენ, შეიძლება მაშინ დაინახათ და გაუშვა იმ წუთში. აი ეს აქვს საქართველო. ერთი კაცის კომფორტზე, ერთი კაცის ღირსებაზე, ერთი კაცის თავმოყვარეობაზე, ერთი კაცის სიამოვნებაზე და ერთი კაცის ტაშფანდურზე არის მოწყობილი ყველაფერი რა. და ყავს ამდენი მონა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უთავმოყვარეო მონა, რომელიც იყიდა ფულით და გამოდის დღემდე და ლოცულობს. ბიზნეს ფასი არ აყავს არავინ. დაწყებული პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ქუჩის ხოცმაცუნა იქნება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აი აქამდე მივიდა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მივიყვანეთ. ის სააკაშვილს თუ ყავდა ეს მონები ცემატყებით და იმით ამას ნაყიდი მონები ყავს. იაფად, ზოგი იაფად ნაყიდი, ზოგი ძვირად ნაყიდი. და დააკვირდით, შეხედეთ თურმე ესე იგი ლაპარაკი რაზე ქონდათ. აი როგორი უზნეო ხალხი არიან, აი როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ელაპარაკო, აი შეხედეთ, დააკვირდით, აი ეს მშობლების განცხადება. გამოირიცხა თითქოს მართულები ვართო, გამოირიცხაო რომ წამლის საფრთხეზეო შევთანხმდითო და რომ თანხის შეგროვება. ეს იყო მიზნობრივი საკითხიო. წარმოედგინეთ ხალხო, იქ ახლა რაზე უნდა იფიქრო ადამიანმა. წაიკითხეთ ეს მათი მშობლების გაკეთებული განცხადებებია. ანუ რაზე ქონდათ ლაპარაკი? იქ იმაზე კი არ იქნებოდა ლაპარაკი, რომ აბა ბავშვებს როგორ მოუაროთ, აბა წამალი სად ვიშოვოთ, აბა ასე აბა ისე ვქნათ. შეხედეთ რაზე იყო ლაპარაკი. თქვენ მართულები ხართ? ჩვენ რო თქვენ დაგეხმაროთ,
თქვენ აქციებს შეწყვიტავთ? მე არ ვიცი ახლა შიგნით, მე არ ყოფილი ვარ იქ, მაგრამ ამათი დამპალი სახე ვიცი. ამათი აყროლებული სახე, კოცების აყროლებული სახე და მათი ჩინოვნიკების აყროლებული სახე ვიცი. იმიტომ რომ ყოფილი ვარ. როდესაც პროტესტები ყოფილა, ამ პროტესტების პერიოდში ნახდათ ყოფილი ვარ. შიგნით შეხვედრაზე და საუბარიც მქონია. და ვიცი რა აწუხებთ მაგათ აწუხებთ ერთი რაღაცა, მაგათი რეიტინგი არ გაფუჭდეს და ბიზნეს არ შეექმნას დისკომფორტი. და ნახე, გამწარებული მშობლებს რაზე ელაპარაკებოდნენ, რომ თქვენ ხართ თუ არა დედები ბიჭო, შვილების გულისთვის, სამლის გულისთვის. იქ იკრიბებოდნენ. იქ იმაშვებოდნენ, რა ქვია, ათენებდნენ და აღამებდნენ და ჯერ როგორი ამორალური უნდა იყო, რომ დედას უთხრა შვილის ჯანმრთელობაზე, მართული ხარ ვინმესგანო? და ფული რატო აგიგროვესო? შეხედეთ. აბა, რა კითხვა უნდა იყოს ეს ყველაფერი? თქვენ ფეხებზე დაიგიდეთ, ბიძია, საპატრიარქომ ფეხებზე დაიგიდა ეს ხალხი. ბიძინემ თქვენმა ფეხებზე დაიგიდა და ვინც აუგროვა და რაც აუგროვა და ვინც რა გადაურიცხეთ და ვინც რა შეძლო და მიაწოდა ამბავს, ეს გახდა დანაშაული? აი ესეთი ამორალური ხალხის ხელში არის. რაც არ უნდა ახლა წმინდანი ადამიანის სახეები დახატონ ამათმა, ხო? აი ბიძინა ივანიშვილი არის. ბიძინა ივანიშვილი კობახიძე არის. კობახიძე ქოცები არიან. ქოცები და ამას ქვია გადაგვარებული, აყროლებული ქართველთ მოძულე ანტიეროვნული რეჟიმი. ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიმჩნევა ეს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვებთან მიმართებაში, მშობლებთან მიმართებაში იქნება, არ აქვს მნიშვნელობა სვანეთში ელექტრო ენერგიის ტარიფთან დაკავშირებით იქნება, არ აქვს მნიშვნელობა საკვებთან მიმართებაში იქნება, არ არსებობს. აი დღეს გამოსულა ეს გამოსირებული ეს და ხალხო სურსათზე მართლა გაიაბდა ფასები საქართველოში? მართლა გაიაბდა? ეს პარლამენტის თავმჯდომარე. ნეტა როდის იყო ერთი თვითონ იმაში, რა ქვია, ბაზარში წასული და მარკეტებში როდის მე იყიდა რამე რომ ამ ფასების რამე შეადაროს, მაგრამ აი ესეთი ნაგლი ტყუილებით. და მე გამოვა ვინმე და მაინც ომი ხო არა, ხომ შვიდო, ომი რო იყოს და უბედურება რო იყოს, შეუპატრონო შენი ვალებში და უბედურებაში დაქცეული სიტუაცია ვიზრათ უნდა ამათ აქვთ მილიარდები და ამათ წაართმევენ და ამას დაექცევათ. თავზე იქნება ომი და დაემხობათ თვითონ ყველაფერი. ვის ემადლიერებით, რაში ემადლიერებით, მართლა როგორ დაგიმონდათ ფსიქიკა ხალხო. ხო არ ვიცი ნათია, მეც ახლა რასაც ვხედავ აქ მთელი ევროპის მასშტაბით ხშირად გერმანიაში მიწევს გადასვლა და გერმანია, რომელიც ყველაზე მეტი იაფიანი იყო საფრანგეთთან, ბელგიასთან, ჰოლანდიასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან შედარებით, იქაც კი განირჩევა ფასების მომატება, იმიტომ რომ საწვავმა მოიმატა და საწვავი როცა იმატებს, ყველაფერი იმატებს და საქართველოში გაიაფებულა კაცო. არ ვიცი, შეიძლება 100-200%-იანი მოგებები რო ქონდათ და ზოგან 500%-იანი მოგებები დაუკლეს და ყიდიან ხალხს ახლა იაფად, შეიძლება ბიზნესაც შეექმნა ამაზე. რა ვიცი, რა გითხრათ? ვერ გეტყვით ვერაფერს. მოკლედ, ჩემო კარგებო, აი ეს არის ამათ ხელში არის ქვეყანა. ესენი არიან უსინდისო, უნამუსო საკუთარი სიტყვის აჯერ გადაფურთხებული სამლოკველი ხალხი. აი ელემენტარული აიღეთ, ხო? აი ახლა ეს გინდათ ახლა დიდ პოლიტიკაში და გლობალურ პოლიტიკაში აიღეთ. აგერ ახლა სენატორები ყოფილან, ესა რა ქვია, ამერიკელები ყოფილან ჩამოსულები. იმიტომ ყოფილან ჩამოსულები, რომ თავიანთი საქმე გაიკეთონ. თავიანთი საქმე რომ გაიკეთონ. და მაინც ახლა აუტყდებათ ეს ზარები და რეკვა რა. და რატო ვამბობ ახლა ამ იმას და დაგემშვიდობებით? ბიჭო, დღეს რო კანალში უძვრებით მთელი ამერიკის საელჩოს, მთელი ქოცები და ამერიკელმა სენატორმა იგი თქვა, ამერიკელმა სენატორმა ის თქვა, ასე თქვა, ისე თქვა. თქვენ გაიდეთ მომშულებო და ეს წერილები რო გამოიმასქენით. კი მარა, ეს ის ამერიკა ხო არაა შემთხვევით, რომელი ამერიკაც Deep State-ის გიწყობდათ და გადატრიალებას და უბედურებას გიწყობდათ.
ეს ის ტრამპი ხო არაა, რომელსაც deep state ერეოდა და საქართველოსთან გადატრიალებას აპირებდა. შემთხვევით ეს ამერიკა ხო არ, მე ხო არ მეშლება. გუშინ თქვენ არ ამბობდით, რომ ტრამპსო deep state მოერიაო? გუშინ თქვენ არ ამბობდით, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდოდაო? ტრამპი ვერ ერევაო თვითონო deep state-ს. თქვენ არ იყავით ეს ხალხი? ელემენტარულ კითხვას გისვა. და თქვენი ის, რა ქვია, თქვენი მთავარი სტრატეგოსები. მაინტერესებს ერთი. რა გვარია ის? შათირიშვილი. მართლმადიდებლობა რო ეზიზღება და ნაცები რო უყვარს. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ევროპასთან, რუსეთთან გვაახლოვებს. თქვენ არ ძახოდით? აგერ გადადით ახლა არ უნდა ამას ამან თქვა და იმან თქვა. გადადით ელემენტარულად და აგერ გადახედეთ ერთი თვის წინანდელ, ორი თვის წინანდელ არქივებს. დღეს კაი გახდა ამერიკა, ხო? და დღეს თქვენი ჭირიბება და თქვენ გენაცვალე გაქვთ და იმისთვის რომ მაგათთვის გეხარებიათ, რა ქვია, რომ თქვენ თურმე რუსეთის წინააღმდეგი ხართ და რუსეთს ებრძვით და ასე შემდეგ, დაიჭირეთ ის ორი ადამიანი არაფრის გამო და ციხეში ჩააყუდეთ, იმიტომ რომ ესენი ჩამოდიოდნენ და გესიამოვნებიათ, იმიტომ ერთ-ერთი პუტინს ყოლია დაჯილდოებული. და მე გინდათ, ბიჭო, თქვენთან ვინმე ნორმალური ურთიერთობა დაიკავოს? აი ეს ტრაკის მოთამაშე ხელისუფლებასთან გინდათ ვინმე დაიკავოს? მიტოა რომ გექცევიან ისე როგორც გექცევიან. მიტო არის რომ ძაღლის ფასად არ გაგდებენ და დღემდე იმის რა ქვია გერმანიის საელჩო საიზე სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტი. მიტო არის რომ თქვენ განგზავნილი ელჩს რწმუნების სიგელებს არ აძლევენ. არ გაძლევენ. აი იმიტომ რომ უარგისები თქვენნაირ ხალხთან ურთიერთობა არავინ არ შეიძლება დაიგავოს. რაღა თქვენ, რაღაცა ნაცები, რაღა ჟორდანიას ხელისუფლება. ყველა პროპკას მოერგებით და ნებისმიერ დროს რომელსაც ვიგოდათ ჩათვლით. იმ ევროპელებთანაც მწვანე ხართ. იმ დასავლეთთანაც, იმ ამერიკელებთან ყველასთან მწვანე ხართ და რატო ხართ იცი? იმიტომ რომ მთელი თქვენი მოთხრების მანძილზე თქვენ 2012 წელს იმის მაგივრად რომ ხალხის გვერდით დამდგარიყავით, ვინც მოგიყვანათ ხელისუფლებაში, სოროსი რო ჩამოვიდა და ამერიკელები რო ჩამოვიდნენ, ის კი არ უთხარით ჩვენ ხალხის და ეროვნული ხელისუფლების მხარესა ვართ და ჩვენ ეროვნული სამშობლოს მხარესა ვართ, თქვენ უთხარით მაშინ რომ ჩვენ ძმაო თქვენ გიზრვებით ტრაქშიო. და ივანიშვილი ტრაქში უძრობოდა სოროსს და სხვა დანარჩენებს. უძვერით და მე აღარ შეუძვერით, როცა დაგჭირდათ. აი ეს ახარ თქვენ, აი ეს აკოცი. და რა ძალიან ცუდი ხმები მოდის, ძალიან ცუდი ხმები მოდის. არ ვიცი ახლა მე არ მგონია ახლა ამერიკელები ესე გამოქლიავდნენ რომ საქართველოში რაიმე ბაზების და რამის გახსნა მოხდეს, მაგრამ თუ რამე მოხდება ადრე ერთი საფრთხე იყო. და იგი იყო რუსეთი. საქართველოში პირდაპირ. ახლა მეორეა გამჭდარი. და ირანი ქვია ამას. შეიძლება თავზე დაგახურონ ან იქიდან ან იქიდან. მე გაიგებ დანარჩენს. ამის თქმა მინდოდა უბრალოდ. ხვალისთვის მეგობრებო, ვცდილობ დავასრულო ბლოგი, რომელიც ძალიან საინტერესო არის, უახლეს ისტორიას ეხება და ვეცდები რომ ხვალისთვის დავდო და ნახეთ, გააზიარეთ, რომ სინამდვილეში საქართველოს 1918 წელი იქნებოდა თუ ახლა იქნება თუ მომავალში იქნება, ყველა ცდილობს რომ გამოიყენოს. და არანაირი დასავლეთით, არანაირი გერმანია და არავინ ჩვენი მეგობარი არ არის. არავინ ჩვენი მეგობარი არ არის. არც ის რუსეთი არის ჩვენი მეგობარი. თურქეთი როგორ შეიძლება საერთოდ იყოს საქართველოს ისტორიული მტერი, ისტორიული მეგობარი. არც ის ევროპა და ქართველებმა პატარა აზროვნებას მოუხმოთ რა. ნუ ვიქნებით ესე გამოტვინებულები. როგორც ის ბავშვები არავის არ ადარდებდა იმ რიგითი ადამიანების გარდა. დღეს რო კეთილი ბატონი ბიძინას წარგზავნილი შეხვდა. ისი არავის არ ადარდებს. ჩვენი სამშობლო, ჩვენს გარდა უბრალო ქართველების გარდა. ეგა. ჭედავს ტექნიკური ხარვეზია და მადლობა ჩემო კარგებო ყველას ყურადღებისთვის გაიხარით.